შემოგვიერთდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იაკობ მახიაშვილი და ამ დღეების მნიშვნელობის შესახებ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ. დილამშვიდობის გმადლობთ მობრძანებისთვის. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა, იცოცხლეთ. მეც გილოცავთ ამ ბედნიერ დღეებს, ბედნიერ დღეს მოვლენას, რომ ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში, სადაც გაგრძელდა ის ისტორიულად ჩამოყალიბებული საეკლესიო პროცესი, რომ ყავს ახალი პატრიარქი შიო მესამე უწმინდესი და უნეტარესი, რომელიც არის რიგით 152 პატრიარქი. ეს ნიშნავს, რომ ეკლესია ისეთივე ცოცხალია, ისეთივე მადლმოსილია, ისეთივე წიაღია ცხონებისა, როგორც ყოველთვის იყო 2000 წლის მანძილზე. დიახ. მამა იაკობ, თავდაპირველად მოდით აღნიშნოთ ის ორგანიზებულობა, რომელიც პირდაპირ ეთერში იხილა ჩვენმა მაყურებელმა, ყველა თვალყურს ვადევნებდით პირდაპირ ეთერის მეშვეობით გაფართოებულ სხდომას, რომელიც 11 გაფართოებულ კრებას, რომელიც 11 მაისს შედგა და შემდგომ გუშინ 12 მაისს მისი უწმინდესობის აღსაყდრებისა და ინტრონიზაციის დღეს საოცარი ორგანიზებულობა იყო, ამას ყველა აღნიშნავდა აბსოლუტურად და აღნიშნავს დღემდე და თავისთავად ამ ყველაფრის უკან არაერთი ადამიანი არის და საინტერესო არის თქვენგან მოვისმინოთ როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლისგან თუ რამხელა შრომა გაწიეთ იმ ყველაფრისთვის, რომ ასე კარგად ჩატარებულიყო ყველა წესის დაცვით და სიმშვიდით ორივე დღე. მრავალ ფაქტორს ჰქონდა ამაზე გავლენა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკლესიის სტრუქტურა როგორც არის, ეს არის ღმერთისა და ადამიანის კავშირი. პირველ რიგში იყო ღვთისწყალობა, დიდი მადლი, აი მართლაც ეს მადლი იგრძნობოდა, მადლია ეს სიხარული, იმიტომ რომ აი ყველა იყო გახარებული, ეს სიმშვიდე იყო არა ადამიანური ძალისხმევით. პირველ რიგში იყო ღვთის საჩუქარი, ღვთის მადლია ეს სიმშვიდე, სიხარული, კეთილგანწყობა, იმედიანად ყოფნა, სიმტკიცე და რა თქმა უნდა, ამას ახლავს თან ადამიანური მხარე, რომელიც ადამიანის არჩევანზე და ადამიანის, ესე იგი, ქმედებაზეა დამოკიდებული. აი ამ ორივეს ჰარმონიულობა ვნახეთ ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაიწყო პატრიარქის, წინა პატრიარქის ჩვენი ძვირფასი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს დაკრძალვის შემდეგ, სადაც ვიხილეთ ხალხის განწყობა და ის მადლმოსილება, რომელიც ამ ყველაფერს ახლდა. ერთობა, როგორც უბრალო მრევლის, საზოგადოების, ისე სახელმწიფო ჩართულობა, ეკლესიის ყველა წარმომადგენლის და ნამდვილი ერთობა, ის საქართველოს ერთობა, რაც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს და შეიძლება რაღაც ჩვენი იდეა და მიზანდასახულება იყოს, რაღაც მივაღწიოს, აი იმის რაღაც გარკვეული გამოვლინება იყო და წამეცადინება იყო, წინა სახე იმისთვის, რისთვისაც ვემზადებით საერთოდ და ის რაც ჩვენს უწმინდეს ილია მეორეს ყოველთვის სურდა, რომ ეხება გაერთიანებული ყველა ამას აღნიშნავს, რომ რაც უწმინდეს სურდა და აი ამას მიაღწია და შემდეგ ეს პროცესები გაგრძელდა ასეთივე სიმშვიდით, ერთსულოვნებით, როგორც მღვდელმთავრებს შორის, რადგან მათი გადასაწყვეტი იყო ეს საბოლოოდ ეს რაც მოხდა, ფაქტი აღსაყდრება და დადგენა ახალი პატრიარქისა, მათ შორის მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ესეც რა თქმა უნდა ადამიანური მხარეა და მეტყველებს იმას, ცოცხალი ადამიანები ვართ, აზრები გვაქვს, სხვადასხვა ფიქრები გვაქვს. ეს დაპირისპირებას არ გულისხმობს თავისთავად, არამედ ყოველს ჩვენი აზრი გაგვაჩნია და შეხედულება. გუშინაც აი გამოჩენილმა იურისტებმა, მოღვაწეებმა, ხო, აღნიშნეს, რომ თქვენ აჩვენეთ მაგალითი, ეკლესიამ აჩვენეთ მაგალითი, მათ შორის პოლიტიკოსებსაც და საერთოდ საზოგადოებას, როგორ შეიძლება რომ მიულოცოს კანდიდატმა, მაგალითად, რომელიც წარდგენილი იყო, არჩეულს და როგორ შეიძლება კვლავ გაგრძელდეს, ესე იგი, აი ესე ძმობა, ერთობა და ნამდვილი ცოცხალი მაგალითი, როგორ მოხდეს ამ პოლარიზების შეწყვეტა საზოგადოებაში. მე მახსენდება ხოლმე 1917 წელს, როდესაც ეკლესიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა და შემდეგ უკვე სახელმწიფომაც ყოველთვის ხაზგასმული იყო, რომ ეკლესია ყოველთვის წინ უსწრებსო ერთი ნაბიჯით რაღაცა საერო
მხარეს და აი როგორ რას გულისხმობდა ეს ვნახეთ ცოცხლად და მათ შორის აი კანონის უზენაისობა ჩვენ რო საუბრობთ და 30 წელი ამაზე ვსაუბრობ კანონის უზენაისობის სრულყოფილი სახე მოგვცა 11-ში ჩატარებულმა გაფართოებულმა კრებამ ჯერ კიდევ სინოდის კრებებზე წინა მოსამზადებელ სინოდის კრებებზე მისი უწმინდესობის შიო მესამის ჩვენი ახალი პატრიარქის აი ესეთი მტკიცე გადაწყვეტილება იყო რომ მოდი ვიმოქმედოთ ყველამ მართვა გამგეობის დებულების საფუძველზე არ შევცვალოთ არანაირი პუნქტი ხო გახსოვთ რომ შეიძლება რაღაც ადამიანთა შორისაც იყო რომ იქნებ ფორმალობა ეს კანონი და არ დავიცვათ და გადაუხვევთ აი ეს მტკიცე გადაწყვეტილება იყო რომ მოდი ჩვენ ვიმოქმედოთ ის რაც მოცემული გვაქვს ხარვეზი აქვს თუ არა ეგ სხვა სამომავლო თემაა მაგრამ აქედან ამოვიდეთ აი ამ კანონზე დაყრდნობა მოგვცა ჩვენ ობიექტური გარემო ადამიანების იმიტომ რომ კანონი უზრუნველყოფს ამ რეგულაციებს მოქმედებას ადამიანთა შორის და ასევე ვერ განაწყენდება უკვე პიროვნებას იმიტომ რომ კანონია ობიექტურება ამას ობიექტურად სამოქმედოა ყველა მხარისთვის და მართვა გამგეობის საფუძველზე მოხდა დელეკატების მოწვევა აი ეს მოქმედებების გაწერილობა და რა თქმა უნდა ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მის ხელმძღვანელს მამა ანდრია ჯაღმაიძეს მოადგილეს მამა დეკანოს გურამ ჭარელაშვილს და ყველა ვინც შედის აი ამ ჯგუფში თქვენ იცით რომ ბევრი მამები არიან შემოκრებილი ახალგაზრდა ესეთი მიზანდასახული ვისაც სწურია ეკლესიის კეთილდღეობა ბედნიერება და ისინი გულითადად ენთუზიაზმით ჩართულები იყვნენ და აი 9 წელმა მის უწმინდესობასთან ერთად რაც მოსაყდრე იყო პატრიარქი შიო, რა თქმა უნდა, მაშინვე ჩამოყალიბდა ეს სამსახური ჯერ კიდევ უწმინდეს ილიას კურთხევით და როგორც პატრიარქ შიოს, ასევე ამ სამსახურსაც მისცა დიდი გამოცდილება. და აი ამ ეს გამოცდილება სწორედ წარმოჩნდა აი ამ მოვლენებში. რა თქმა უნდა, ამ ფიზიკური უზრუნველყოფა სჭირდებოდა ყველაფერს, უბრალოდ ესთეტიკურადაც ლამაზი რო ყოფილიყო შესახედი, ყველა აღფრთოვანებული იყო, რომ რა ვიცი, არსად არ გვინახავს სოფლიოს თანამედროვე ხლა სოციალური ქსელი არის, დამალული არაფერი არ არის და აი სხვა ქვეყნებში, სხვა ეკლესიებში როგორ ჩატარდა ესეთი მასშტაბურობა ესეთი ღონისძიება, ესეთი დალაგებულად, ესეთი უზრუნველყოფით, ესეთი ლამაზად ყველაფერს იკოხტავით, რა თქმა უნდა, აი ამ სამსახურის დიდი დამსახურება საპატრიარქო საზოგადოების. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც წერან თქვენ რაც ბრძანეთ მამა იაკობ, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მაინც ესეთი ერთსულოვნება იყო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს ჩვენი ერისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვისაც, იმიტომ რომ მაგალითად დაიდონეს ურთიერთობა ის რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა შესაძლებელი არის მაინც ერთსულოვნება და ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება, რასაც ქვია დედა ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა და სადარაჯოზე დგომა. თქვენ ახსენეთ წეგან ასევე 9 წლიანი გამოცდილება ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რომ 2017 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გამოარჩია ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი ახლა უკვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი პატრიარქი შიო მესამე. ამ 9 წლის განმავლობაში როგორ ვითარდებოდა ეს პროცესი, რამაც განაპირობა ის, რაც ყველამ ვიხილეთ 11 და 12 მაისს ერთსულოვნება და ესე ყველაფერმა ესე სიმშვიდით რომ ჩაიარა თავისთავად ამას საფუძველი ჩაეყარა სწორედ მაშინ. რა თქმა უნდა, პატრიარქის ავტორიტეტის მის დამი პატივისცემის სიყვარულის დიდი დამსახურება ეს ერთსულოვნებაც მინდობა მის სიბრძნეზე ეს გამოჩნდა კიდევაც იმიტომ რომ მღვდელმთავრებმა მისცეს ხმა უმრავლესობამ დაუჭირეს მხარი ახალ პატრიარქს და ესეც იყო ნდობა პატრიარქის გადაწყვეტილების მიმართ. და ჩვენ ეხლა უკვე თამამად შეგვიძლია ყველამ საზოგადოებამ ჩვენ ყველამ ანალიზი გავაკეთოთ და მართლაც მივხვდეთ რომ მართლაც ბრძენი იყო პატრიარქი. არა მარტო სიტყვით რაღაც მხატვრულ და რაღაც ესეთი სიტყვათ კი არ ჩავთვალოთ და შექებათ, არამედ ეს სიბრძნე ნამდვილად ამოქმედდა და ნაყოფიც გამოიღო.
რომ არა ეს 9 წელი გამოცდილებისა რაც დააგროვა ახალმა პატრიარქმა მოსაყდრეობის დროს და მასთან ერთად სამსახურმა, როგორც უკვე თქვი, საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, ძალიან გაგვიჭირდებოდა ყველას, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩართული, ყველას ძალიან გაუჭირდებოდა აი ასე ამ მაღალ დონეზე დალაგება ამ საქმის, ამ ერთსულოვნების და მშვიდობის შენარჩუნება. მე-40 წელს თავისი პატრიარქობისა, მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ გადაწყვიტა რომ გამოერჩია მოსაყდრე. ეს რაღაც რის გამო გადაწყვიტა, ეს რთული პერიოდი იყო თუ რაღაც. ეს რაღაცას იწვევს, მაგრამ ღვთისნება, ღვთისგანგებულებაა და გაამართლა. გამოარჩია იმ თვისებებით, იმ ნიშნებით, რაც აუცილებელი იყო აი პატრიარქის ხედვა, რაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ეს შედეგები მიგვეღო და ესე ლამაზად, აი ესე თავაწეულნი ვართ ყველა მით უმეტეს ეკლესიის შვილები და მოყვარული ადამიანები, რომ ყველგან თემ სოფლიოში რომ ასე ლამაზად ჩავატარეთ, ასე ესე იგი სანაკებოდ. და გამოარჩია იმ ნიშნებით, რაც აქვს მეუფეშოს, ეს არის თავმდაბლობა, ეს არის შინაგანის სისუფთავე, ეს არის სიყვარული ეკლესიისა, სიყვარული მონოზნობისა, უბრალო ცხოვრებისა, სიყვარული სწავლისა და მორჩილება. მორჩილება ერთ-ერთი დიდი სათნოება ეკლესიაში და არ ნახული სიბრძნე მორჩილებაში გამოიჩინა ახალმა პატრიარქმა შიომ მისი უწმინდესობის მიმართ, ესეთი მამაშვილური მორჩილება. აი რადგან მამა ანდრია ჯაღმაიძემ იმედის ეთერში თქვა ხმამაღლა, მე მივცემ თავს უფლებას ერთი რაღაცა ჩანართი გავაკეთო. აი წაიკითხა დაწერილი თავისი ხელით მამა ანდრიამ, რას ეუბნებოდა პატრიარქი, რომ ერთ-ერთ ეთერში უნდა გასულიყო და ემზადებოდა და იქ თქვა, რომ მე გამოირჩიე მოსაყდრე და ასე შემდეგ და ასევე მოსაყდრესო არ უნდა ეგონოს, რომ არის პატრიარქი. ნახეთ? სიბრძნე მარტო იმაში არ არის, რომ რაღაცა გააკეთო, რაღაცა რომ არ გააკეთო, ესეც დიდი სიბრძნე არის. რაღაცაზე რომ თქვა არა, ესეც ეს თავშეკავებულობას დიდი სიბრძნეა და გამოიჩინა, აი უწმინდესის ლოცვით, მართლა წმინდა გიორგის ლოცვით ახალმა პატრიარქმა მაშინდელმა მოსაყდრეში რომ დიდი სიბრძნე გამოიჩინა. ნახეთ, მან აცადა პატრიარქს პატრიარქობა. შეიძლება ეს ბევრ ადამიანს გასჭირვებოდა. იმიტომ რომ აი ესეთი მიხვდე რა არის შენი საკეთებელი, სათავი უნდა შეიკავო და ჩვენ არავის არ ქონდა განცდა იმისა, რომ შეიძლება პატრიარქი, ჩვენ ვიცოდით უძლურს, მაგრამ პატრიარქი პატრიარქობდა. ჩვენ ყველას ქონდა ამის განცდა, რომ პატრიარქია ეკლესიის მეთაური. და არასვლა მეუფემ ბრძანა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს, სწორედ ის, რომ მეუფეშიო ყოველთვის ეკითხებოდა მის უწმინდესობას და ყველა გადაწყვეტილება მის უწმინდესობის იყო და მისი კითხვის გარეშე და წვრილმანი დეტალი ჩვენ გვეგონოს, რომ ეს წვრილმანია და რატო მოიცდი და ერთი კვირა რაც დასჭირდებოდა, შეხვდებოდა, მოახსენებდა და მე დაუშვათ იტყოდა, რომ აი პატრიარქის კურთხევა ასეა და ასე. აი მე ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრისის მოვისმინეთ ამის წინათ, რომ ერთადო ვატარებდითო ლოცვასო პატრიარქთან მეუფეშიოს ეხმარებოდა ეს მამაო არქიმანდრიტი და უწმინდესის რომ უნდა ეთქვა, როგორც პატრიარქს, როგორც უპირატეს ასამაღლებელი. და თქვენ იცით, რომ უძლურების გამო შეიძლება ხმადაბლა მოსლო და ან დაეყოვნებინა. არასდროს დაასწრებდა მოსაყდრეს შიო, რომ მას ეთქვა, ქონდა ამის უფლება. დაელოდებოდა რამდენ ხანსაც არ უნდა ყოფილიყო საჭირო, ვიდრე არ იტყოდა. აი ამ დეტალებში, აი ამ წვრილმანებში ჩანს სწორედ დიდი სიბრძნე. ამ სიბრძნემ, აი ამ მორჩილებამ მიყოლამ, გაანალიზებამ, ვინ არის ის, ვინც შენ გამოგირჩია მოსაყდრეთ, რა გზა გაიარა, რა სიბრძნე დააგროვა, მიეხმარა მას ამ 9 წლის მანძილზე, რომ ჩამოეყალიბებინა ის უნართვისებები, უნარჩვევები, რაც აუცილებელი არის ეკლესიის მეთაურისთვის და მწყემსთავრისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც მან ითხოვა ამ შესანიშნავ სიტყვაში, რომ ილოცეთ ჩემთვის ეს ლოცვები, როგორც მღვდელმთავრების, ისე სასულიერო პირების ჩვენი
მორწმუნე საზოგადოების მიეხმარება მას, რომ ის როგორც რაც ჩაიფიქრა, რომ ჩემი ხედვა, ჩემი გეგმარი პატრიარქის გაკეთებული შენარჩუნება, გალამაზება, გაფართოება, გაღრმავება და ამ კალაპოტში ყოფნა, აი ამას შეძლებს და ყველაფერი კარგად იქნება ნამდვილად და რაც ითხოვა ასევე რომ ორმაგი მშობლი მადლი ღმერთმა მისცეს ეს მადლი, რომ შეეწიოს, რომ მართლაც ეს ჩვენი საყვარელი სამშობლო, საყვარელი ეკლესია ყოველთვის აი ამ სწორი სულიერი განვითარების რელსებზე იდგეს. მამა იაკობ, ასევე ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით ვისაუბროთ, რომელიც გუშინს შედგა აღსაყდრება ახალი პატრიარქისა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ამ დღის სწორად წარმართვა და ყველა იმ წესის დაცვით გამართული იყო ეს პროცესი, ასე ვთქვათ, ამ დღეს ახალ პატრიარქს გადაეცა ის სიწმინდეები, რომელსაც 59 წლის განმავლობაში ატარებდა უწმინდესი აცგანსვენებული ილია მეორე. უძველესი რელიქვიებია. ამ მნიშვნელობის შესახებ ვისაუბროთ ასევე და იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა აქვს ასევე ის, რომ ორმა უხუცესმა მღვდელმთავარმა საპატრიარქო ტახტზე სამჯერ დასვა მისი უწმინდესობაშიო. მესამე ყველა ამ დეტალზე რო გამახვილოთ ყურადღება და ასევე ორგანიზებულობას. ყველანი ესეთი ასე ვთქვათ სიხარულით ვართ და რასაც გავიხსენებ და ხელს ასე ვთქვათ გონების თვალით მოუჭიდებ და გავიხსენებ, ვისაუბროთ რა თქმა უნდა. პირველ რიგში რასაც ეკლესია საუბრობს აი ეს პატივისცემა დავუშვათ მშობლების უხუცესი ადამიანის და ასე შემდეგ, ეს ლიტონის სიტყვები არ არის. ანუ ეს პრაქტიკაში ღვთისმსახურებაშიც არის დანერგილი. აი დავუშვათ ერთი დღით ადრე რო იყოს ხელდასხმული, ანუ ნაკურთხის ასულიერო პირი, ის უპირატესად ითვლება და მას ეთქმის პირველი სიტყვა. და აი ეს იერარქიულობა, ეს წესრიგი, რაც ეკლესიაში არის, აი ეს არის გამოვლენილი ყველა დეტალში. რა თქმა უნდა, უპირატესი ვინც იყო ქიროტონით, ამ შემთხვევაში გახლდათ მიტროპოლიტი დანიელი, მან მოიმოქმედა რამდენიმე ქმედება ეს მსახურებაში, ასევე ვინც არის ასაკით უხუცესი, არ შევცდე, მე მგონი არ ვცდები, მიტროპოლიტი ანანია, მას როგორც ასაკით უხუცეს ეკუთვნოდა რაღაც ქმედებების განხორციელება და ეს სინქრონიზაცია, ეს ჩართულობა ესეთ ულამაზეს გარემოს ქმნიდა, საეკლესიო მსახურებით გარემოს, ასევე მიტროპოლიტი აბრაამი მათ აღასაყდრეს, აი როგორც ჩვენ ვინათლებით სახელთა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, აი ამ ფორმით ხდება ტახტზე დაბრძანება სამჯერ და წარმოთქვეს მეუფე დანიელმა და მეუფე აბრაამმა ეს ფორმულა, ეს სიტყვები და აღასაყდრეს, ანუ სამჯერ დააბრძანეს. ასევე გადაეცა უძველესი მოოქროვილი პატრიარქების ნატარები, ეს ძვირფასი, რომელიც შემოგვცა ჩვენ მიტრა, გადაეცა მას, რომელიც ღვთისმსახურების დროს უნდა ეკეთოს, ასევე გადაეცა უძველეს კირიონის დროიდან შემონახული წმინდა კირიონის, უწმინდეს კირიონის დროიდან შემონახული ჯვარ-პანაღია, თქვენ იცით, მღვდელმთავარი ატარებს, აი ჩვენ მღვდლები ჯვარს ვატარებთ. მღვდელმთავარი პანაღიასაც ღვთისმშობელია გამოსახული, მასაც ატარებს, ხოლო პატრიარქი ორ პანაღიას და ერთ ჯვარს ატარებს. ეს გადაეცა და ისე მოხდა, რომ თქვენ იცით, რომ კანდიდატები გახდნენ მეუფე ესე იგი იობი და მეუფე გრიგოლი და მათაც მიიღეს ამ მსახურებაში მონაწილეობა, ისინი მოვიდნენ დაჩოქილ ახალ პატრიარქთან, შიოსთან და მათ დაკიდეს ერთმა პანაღია, ერთმა ჯვარი და ესეც საოცარი სანახაობა იყო, ქმედითი, აი ესეთი თვალსაჩინო ძლიერი სანახაობა, რა არის ძმოური სიყვარული და რისთვის ვემზადებთ ეკლესია საბოლოო ჯამში, რისთვის ემზადება. აი ჩვენ რო ვამბობთ, რომ ღმერთის წყალობით საქართველო გამოვა სამშვიდობოს და ღმერთი თუ შემოვიყვანეთ ჩვენს ცხოვრებაში, ყველაფერი კარგად იქნება. ესეც არ არის შრალი და ლიტონის სიტყვები. აი როგორ ხდება ეს ვნახეთ ჩვენ აქ, ჩვენ ხო ყველა ვემზადებით რისთვის? ცათა სასუფევლისთვის, ერთობისთვის, ღმერთის წიაღში. სადაც ჩვენი ეს ადამიანური განსხვავებულობები, აზრთა და მსოფლმხედველობრივი სხვაობები დაიძლევა, ღმერთში გაერთიანება. აი ერთობა ღმერთში.
ეს ვიხილეთ ღვთისმსახურებაში. მე ეს გადამდები მოყვასი სიყვარულს თავისთავად აქ არ არის კონკრეტიკა. ამას აღასრულებს ადამიანი. ეს გადმოდის შენი ბუნება ხდება საბოლოო ჯამში და ესე იცვლება საზოგადოება. ასევე თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სამშობლო ამ იდეის, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სიყვარულის იდეის გარშემო გავერთიანდეთ, ჩვენც ასეთივე ქმედებები, პატარ-პატარა ქმედითი უნდა ჩავიდინოთ, ეს აი როგორც იტყვიან, ძვალ რბილში გაგვიჩნდება. ერთხელ შეიძლება თავი აიძულო და რაღაცა მიესალმო, გაუღიმო, მიუტევო, აპატიო და ხვალ ეგ ეს უკვე შენი თვისება იქნება და ასეთი პიროვნება იქნები საბოლოო ჯამში. ამიტომ არის ეკლესიაში ნათქვამი, რომ ეკლესიაში ვიზდები და ეკლესია გვაყალიბებს, რომ ეხლა ჩვენ რაც ვიხილეთ, მომავალ თაობებს ესე იგი აზრადაც არ მოვა სხვანაირად გააკეთოს. იმიტომ აქვს უკვე მაგალითი, ისეთი ურყევი მაგალითი, რა არის ერთობა, რა არის რომ შეიძლება განსხვავებული აზრი ქონდეს, მაგრამ მიულოცო გამარჯვებულს, აღიარო, დაუჩოქო, უწოდო უწმინდესი და უნეტარესი, ხელზე ემთხვიო და მიიღო შენს პატრიარქად და მწყემსთავრად. და ერთად შეუდგეთ ღმერთის სამშობლოსა და ადამიანის მსახურებას. დიახ, აი როგორც დასრულდა ღმერთის სამშობლოს და ადამიანის მსახურებას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ მობრძანებისთვის მამა იაკობ. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი.